ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი ლონდარიძის გადაწყვეტილებით გენადი იაკობაძე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალდებულის სახით პატიმრობაში ყოფნის 9 თვეს ასჯელის მოხდაში ჩაეთვლება. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე იაკობაძე გამოჯამრთელებამდე აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსდება. გენადი იაკობაძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 216 მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. იგი ასევე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის პირველი ნაწილის ბ პუნქტით, მეორე ნაწილის ბ პუნქტით, მესამე ნაწილის ა პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო ხასმა საჯელმა შტატოს დაკლებულ კასეს საჯელი და გენადი იაკობაძეს საბოლოოდ საჯელის სახით და ზოგადად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. მოსამართლემ კანონის დარღვევით გამოიტანა განაჩენი. ეს განცხადება სხდომის დასრულების შემდეგ გენადი იაკობაძის ადვოკატმა გააკეთა. რამინ პაპიძის განმარტებით მოსამართლემ ბრალდების მოწმეები წაახალისა და მათ ჩვენების მიცემის დროს ფიცი არ დაადებინა. ისინი ლონდარიძემ არც სრულ ჩვენების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებით გააფრთხილა. პაპიძის თქმით მოწმეების მიერ ჩვენების მიცემისას ფიცის დადება მხოლოდ ხელის მოწერით გამოიხატა, რაც კანონდარღვევაა. დასვის მხარე სასამართლო განაჩენის სამოტივაციო ნაწილის მიღების შემდეგ გასაჩივრებას აპირებს. მოსამართლემ კანონის დარღვევით გამოიტანა განაჩენი, ვინაიდან საქმეში შეკრებილი მტკიცებულები არის კანონის დარღვევით, კერძოდ სასამართლომ წაახალისა მოწმის სახით დაკითხული პირები კანონმდებელი მკაცრად მოითხოვს, რომ მოწმის სტატუსით დასაკითხმა პირმა სასამართლოს უნდა მისცეს სწორი ჩვენება და სასამართლოს წინაშე უნდა დადოს ფიცი, რასაც წინ უძღვის მოსამართლის გაფრთხილება, რომ თუ სასამართლოს მისცემენ სრულ ჩვენებას ისინი აგებენ კანონის წინაშე სასამართლოს პასუხისმგებლობის წესით პასუხს და ამავდროულად რომ სრულ ჩვენება არ მისცენ და ისინი იტყვიან სიმართლეს, უნდა დადონ ან რელიგიური ან არარელიგიური ან ფიცის შემცველი ფიცი. ბებიისა და შვილიშვილის საქმეზე სხდომა ექსპერტ თეიმურაზ ხარებავას დაკითხვით დაიწყო, რომელმაც სასამართლოს განუმარტა თუ რა სახის ფსიქიატრული გამოკვლევები ჩაუტარდა ბრალდებულს. სასამართლოს სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის ხმაური ექსპერტის მიმართ პროკურორ ვასილოსიძის კითხვას მოყვა, რომელიც დაინტერესდა თუ რა საქმეზე იყო თეიმურაზ ხარებავა პასუხისგებაში მიცემული. ადვოკატმა პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმპციის ხელყოფაში დაადანაშაულა და მოსამართლეს თხოვა კითხვა განერიდებინა, ვინაიდან აღნიშნული ექსპერტის პირადი ცხოვრებაა. რის გამო ხარ პასუხისმგებაში მიცემული? ესა ერთი წუთით ვარ, შუადღეობას ბატონო მოსამართლემ თქო განარიდოთ დასმული შეკითხვა, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმპციის ხელყოფა პროკურორს განაჩენის გამოტანამდე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წაიკითხეს და მოსამართლეს ობიექტური განაჩენის გამოტანისაკენ მოუწოდეს. პროცესზე დაცვის მხარემ საქმეში ბრალდებულის გენადი იაკობიძის მისამართით საქმის სისხლის სამართლებრივი ძიების შეწყვეტა იშუამდგომლა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ არ დააკმაყოფილა. გაასაჩივრებს თუ არა ბრალდების მხარე სასამართლო განაჩენს უცნობია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია პროკურორმა ვასილოსიძემაც დააფიქსირა. კომენტარზე უარი განაცხადეს გარდაცვლილების ახლობლებმა. სასამართლო გამოკვლევების შედეგად ნამდვილად დადასტურა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ეს დანაშაული, გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი დღეს და მისჭილი აქვს გენადი იაკობაძეს 20 წლის თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება განაჩენის გასაჩივრებას, განაჩენის მიღების შემდეგ გადავწყვეტ ამ საკითხს. შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მკვლელობა გასული წლის 10 ივლისს მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 და 236 მუხლით მიმდინარეობდა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვას გულისხმობს.